გამარჯობა, მე ვარ დავით თუსუბიძე, თქვენ უყურებთ ქარდრაგის ახალ ეპიზოდს. დღეს გვექნება ცნობილები დრიფტის მორიგი ეპიზოდი და ჩვენი სტუმარი იქნება ანა აბაშიძის ძმა ნიკა აბაშიძე. სანამ არ გამომაცხადებ ენთუზიაზმით არ შემოვა. აი ესე ხი. მეტი ენთუზიაზმი, არა, მეტი რა უნდა ვექნა. ეს სუპერ მამაკაცური კაცი, სუპერ დერთკი კაცი, სუპერ სექსუალური კაცი, ეგრე შემაქე. ეგ ხო ისმის ახლა და მოდი. ხო, კარგი. სალამი ნიკა, მადლობა რომ მოხვედი. აქაც უნდა დავამტვრიო? შენი გამოცდილება პირველ რიგში რა იყო? პირველი ავტომობილი, რომელიც დამოკიდებლად გაატარეთ უახსოვს? სუსუ პირველი, ტრიციტაძინი. ეგ რომელია? ტრიციტაძინი. 33 წლის ხო ხარ? კი. 31. ვოლგა ტრიციტაძინი. 31, კი. რა არის? 21-ის? 24-ის მერე იყო ეს. ცოტა ისეთი ფარები რო ქონდა, ოთხკუთხედი, მართკუთხედი. 9 წელს ვიყავ. გამახსენდა. ოკეი. მე მარტო რომ მივწვედი უკვე რა, საჭეს. პირველი დრიფტის გამოცდილება? დონატის. პირველი დონატი იყო 2013-ში. 2013-ში ჩემი BMW E36 328 პირველი დონატი შევკარი, ლისზე რო ეს იყო რა ქვია, ანგარი მიტოვებული მან. მეთქი პარტინგი რო არის და მან ერთი 36 იმბრევა ხეს ეჯახება და მეთქი შეგვარება. ანგარის ფახსოვს, სხვადასხვა ნამყოფი ვარ მანდ. ხო, კი. გადახურული იყო და ცუდი გზაზე გადადიოდი, მან დასმას ნასრიალები. კი. შვენიერი, ანუ 36 იყო პირველი ავტომობილი, რომელთაც დრიფტი სცადე. და ახლა 36 იქნება. კაი, წავით ახლა მანქანაში, დავიწყებთ პირველი ელემენტით. დონატით. ძალიან მარტივი იქნება შენთვის არწმუნებული ვარ. დიეტაზე ვარ დონატი. სხვა რამე არ შეიძლება. რვიანი. რვიანი კაია. ორი დონატია, მაგრამ პირდაპირ რვიანი დავიწყოთ მაშინ. რითიც გინდა იმით დავიწყოთ, წავა. კაი. მოდი დონატი იყოს შენ მაინც. ცოტა მიეჩვევა მანქანას. და შეიძლება ძალიან მხარეს გამოუვიდეს, მეორე მხარეს არ გამოუვიდეს. ეს უნდა ჩავრთო? ხო. დაგიჟდე თუ არა? თუ არ დამომტრევ დამიჯექი. თუ უნდა დამომტრიო, ისოდი არ დამიჯდე. დავიწყო? ცოტა მოირგე მანქანა როგორ უყურებს რა შეიძლება. და რას გეუბნებოდ, იცი შენ სად იყავ, მე რომ ზანოსობ ბავშვი. ოკეი, აი, საკურესია, ეს გეთმევა. ეს ავჭერს? კი, იჯერს. როგორც ცოტა აგრესიულად გამოკაცდა და მაგისთვის დამატებით ისმარ, მაგრამ არ გვინდა ჯერ. კარგი, აბა მეორე მხარეს გააკეთე იგივე. მარჯვენა მხარეს? Yes. ამოვარტყა? Yes. გაუძლებს? რატო გადავედი მანქანიდან? სავარწელიანა, მოგებული. მოჩა? ბიჭო, აბასმი აგრო გადავარდე ისი? მოირგე მე საზურგე ცოტა წინ წამოწვია და აღარ გადავარდები. გაგრილება დამატებული და ხამახანაზე რატო არ გაცხელდა? არ გაცხელდება ესე მალე არა. ოკეი. კაი, მაშინ რვიანზე უნდა გადავიდეთ ეგრევე. ძალიან მარტივად აკეთებ, შეგ ცოტა. გინდა ეს ზიგზაგი გავიარო ზანოსებით? ვერ გაივლი. მეორეს კარ დაგჭირდა. და ცოტა უნდა დავაშოროთ მაშინ. კაი, წამო ჯერ მივიდეთ. დავაშოროთ? მანქანის სიგანე დამიდე და გავივლი. ჯერ რვიანი გავაკეთე, იქ ვერ გადავიდეთ. აბა, იცის ტიპი, რატომ მოყვანი? კაი, რვიანს დავალაგეთ. თქვენ სად იყავით? მე რო ხუდადობს ვადუღებდი, ანუ 2013, 14, 15. კაი, წავით რვიანზე ხა? ამაზე შენზე ხარ? მარტივად აკეთებს. ეხლა მქონდა ქალაქის ეტაპზე ბროსტო და ცოტა ახლოს მეთქი ესე შორს თუ ზიხარ და ეგრეთ უზანოსო მანქანით თქო? ეგედა? ბიჭო, ეს კი დაიგო. წაგიდა. რვიანი ხო? კი. ბევრი იყო რა? ეს დროებებზე რა გჭირს აბა, რა დრო სრიალი ხოლმე. ესე კაკა თუ იცის სრიალი. შენი საკლასის ვიდეო ნახე, გადა? ჩემი საკლასი ხონა ღია ხიდი მაშინ როზანოსო. მერე რა ძმაო ეხლა, ნამდვილად და ღია ხიდი დაცულა ის სრიალოს.
აი, ბიჭო, გავართულოთ ახლა მაშინ. 2012-ში რას ვაკეთებთ ხოლმე? იცი, ზეთს ვასხავდით საბურავებზე და მასებს რეალებდით და ახლა. მასე მაგ დრიფტით ნასწავლი, რა გინდა რო ქნა. ნახე. მოიცა, ჩაგჭრება. მანქანას გაგრილდა სამასობაში, ესეც გავთიშოთ. ეს ყველაფერს აკეთებს ნიკა კი არა და ანა. თუ ჯუარის რაღაცა უნდა ჩავჭრა რაღაცით, თორე ყველაფერს აკეთებს. მე გეტყვი მაგას. ჩემი გამოცდა იყოს ეს ზიგზაგი უნდა გავიარო სუზანოსით. ყველა იმაზე უნდა დავაზანოს. ეს ახლოს არის ერთმანეთთან ვერიზა. თუ გინდა როგორ გავაკეთოთ, იცი, აი მანქანა გამიზომე და მანქანის სიგანეზე დამიდე და გავივლე. რა ზიგონებს ახლა? კაი, ეს ამაში გაიარე. გავივლე. წამო. ეს ბოლომდე ხო? კი. წამ. ისე რომ დრიფტი არ შეწყვიტო. ზანოსით რა? ხო. აი რას ვიზამ იცი? პირველს დავაზანოსებ, გადავალ მეორეს დავაზანოსებ, გადავალ მესამეს დავაზანოსებ. დონატებს აკეთებ, მაგ პრინციპით, კაი, ოკეი. არა, ნახე. აქო წავედი, ზანოსი, გადავალ მეორეს დავაზანოსებ, გადავალ მესამეს, გადავალ მეოთხეს, გადავალ მეხუთეს. არასოდეს არ გამიგეთებია, პირველად დავცადო. წამო. კაი. ეს რთული დავალებაა ნიკა, პროიცოდე შენ. ეს რთული კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ საშეჯიბრო დავალება. 10 დრიფტერიდან 7 ვერ გააკეთებს. 1 2 3 4 5 6 7 ბოლომდე ვერ გავივლი ახლა, მაგის იმის მერტება და არ გაიარო. მიდი, უნდა გაიარო. 3 რო გავიარო, ბიჭო, მადლობა არ უნდა მითხრა. ვერს ვითხოვ ახლა ისე სუფთად გააკეთე ყველაფერი, ვერს ვითხოვ, მიდი. აი. ბიჭო, აქ რატო წამიღო? იმაზე გადამივარ და ტრაქტორ. გახსნილზე გადამივარ და გახსნილზე გადავარდი და მე გადავარდი. კაროჩე, რომ მოვინდო, გაივლი. ყველას გავივლი. კი. გავაგებინო მასა. გიდროს იმას ვიზამ ამას დაგიგზელებ. და მეორეთი ჩაყენება, მაგრამ პროფესიონალურად რაღაცეები. ცოტა გაიარე ხო? მე ჩამოვში ბარემი ქმიდი. ბიჭო, საბურავები გაგრილდება. არა, გვაქვს. კი, ესე ვისპარისო. ეხა გადავალთ დიდ რვიანზე. ზიპიზი ლიმოსკვიზი. და მეორეთი ჩაყენებას დავამოყავებთ. ჰიდროთ. ხო. ბიჭო, რო დამჭრათ და მასე გამიშვათ სადრიფტავთ. მარჯვენა ფეხი რო შემიკრა და ეგრე გამიშვა, მარცხენათი რო ვაზანოსო. რა უნდა ვქნა ახლა ჯიგარო? გამოვექანოთ. ჰიდროთი მოწყობის პრინციპი ხო იცი? ჯერ სებრენეს აჭერ, მერე კაჩავ, ხო. მერე საჭე. ხო. და მერე უშვებ სებრენეს და აგზელებ დრიფტს. რა თქმა ეგ? ამორტყმით რომ მოწყვითო არის რა? მინდა ამორტყმით რა გაკეთე. ამორტყმითაც. ჯوارას შოდეს არ მიქნია გიდროთი ეგრე და მოდი ავხნათ. საინტერესოა და სახალისოა. ოღონდ პრინციპი რა დაიმახსოვრო რა? ჯერ ჯერ კაჩავ ჰიდროს და მერე უხო. პირდაპირ მოგიწყვი და ჩაგიშალო პაროკა და ხიდი რა პრობლემაა. არა, ეგ შეიძლება, მაგრამ აი, აქედან ზანოს ვინა დავიწყო რა უნდა. ცოტა უნდა აჩქარდა, ეს ჩქარი აფრი არ არის. სადღაც 50 მაისს უნდა სამოფია. კაი, მოიცადე ერთ წამით. აქ ვწყვიტა? Yes, აქ უკვე დრიფტი უნდა ჩადგე. წახვიდე დრიფტით მეორე ჩქარი და აი გავუძვრეთ. გავუძვრეთ და იქ ხო? მეორეთ ხო მოვდივარ. კი. თუ გინდა საფრენი დაიწყე, სადე. ჩემი კარგი სტრაქი. საღო. დაიგო, არა ჩაკენება იყო ბანძიტი. დრიფტში? ჩაკენება უნდა გამოვასწორო. რავი, არასოდეს არ მიცდი. ცოტა დიდხანს რო გაჩა. და რო გამოყვიდე. ნელა რა გაუშვი გას. უცებ რო უშვებ ეგეთ რაღაცებს აკეთებს რა.
გასაგებია. ჩაყერება არ მომწონს. დიდხანს მოგაჩე კიდევ, დიდხანს დაელოდე. კიდე რა სწორად ვთქნა? ირიციაციას დაელოდე და მე გაგზელე. მოიცა, ეხლა ამას დავავიწროვებ რა, ძალიან მარტივად ჰაკეთებ. დამხრიდეთ ბარე, მაგის და დავატირე. ჩემი კომენტარი ის არის, ჩემო კარგებო, რომ თავარია სიყვარული და სიმშვიდე რა ამ სამყაროში რა. თავარი ერთმანეთი გვიყვარდეს და კიდე ქარდრაგის არხი გამოიწერეთ. სათვალე მაინც დღეს დამავიწყდა. კაი, ეხლა მოწყვეტაც გინდა რომ გავაკეთო, ანუ ეგ რა იდეალურად რა, ხო რა. დიდხანს მოგაჩე, შენ უცებ ქაჩა გუშვებ რა. არას ლევანქანას სტრიპში შაყენებას. აი ეგრე. რატო გამისორა? გადავუარეთ. დაგისორდა მანქანა, რაღაც მომენტში. ხო და რატო გამისორა, სხვილი? ზედმეტად აგრესიულად ეპყრობის აჭეს. ის დავასწოროთ. ბიჭო, ეგ აგრესიულად იცი რატო ეპყრობი? ნახე, მანქანა მიუშვი თავის შუაზე რა, საჭე როგორც არის და უფრო მეტად მარტე გაზის. ამიტომ ვარდები და ვეჭიდები საჭეს ბევრ მომენტში. გაზის პენდით მარტე მეტად რა. რა მოსწრაფ. ბიჭო, რა უნდა კითხო ე? ეხლა ეს რამდენი ხანი გაძლევს ის მანქანა ასე? ხიდის ხმა რა უყია? ხიდის ხმა უკვე დიდი ხანია მანქანას და GM-ში ვარ ჩაწერილი გაბელიას და უნდა მივაღენოს Skyline-ის ხიდი, ბევრად გამძლეა. Skyline მე რაც მიყენია ეგ? Yes, ზედზე რაც იყენია ეგ დაცულზე. ზეთი ხوار გადავაკეთო დრიფტ კარათი? ზეთი ისე რაც მაგრად ისრიალებს. აი ესე ისრიალებს. просто მოყვება არ ეყოს შეიძლება და მოყვების გაზადაგ შეიძლება რა. ამას გაზდელია? კი. ამას გაზდელი აქვს. ანუ ეხლა გინდა რომ წავიდე საიდით. საიდან საიდ? ესე გააკეთო ტრეკი. ოკეი. ანუ აქედან დავიწყო დრიფტი. საათის მიმართულებით. ხოდა რას გეუნეოდი, ჩემო და? არა, მარტო აღთხოვანებულია ჩემს კიდე. თავარი არ შეგიყვარდება და არჩეს არაუშავს. რუბიანი გააკეთე იმნეში რომ გაძვრა ისე. რაში? აი ერთი ფიშკა ხოდებს იქ ორი ცალი რა გაძვერი რუბიანი გააკეთე, გადაეწყე, მეორეში გაძვერი. ოღონდ მეორეში შეკადე. აქ დაიწყე. დაგეძრეალა. გასამბობი? გადაეწყე და გადაიგე. ციკ გავიგე. ცოტა ძალიან იყო, არა უშავს. ედი ისე. მაიცავარ. ეს ცოტა გაგიჭირდა ნიკოლოს. მიდი მაიცავარ, კი? და კი. არა, გამოგივიდი ძმა. კაი, მაგრამ უნდა გამოგივიდეს. არა, ოლქისი გავაკეთე. ოღონ იმაზე. ცოტა ადრე იყო, გაშალე კარგად. ბიჭო, ადრე არის შუაში, აღარ მიჯერებს მანქანა. საბურავი ხوار გადაგრა. სულთანი რუბიანი გააკეთე, რა ვიცი რა, ვერაფერს ვერ ვატყობ. აქედან.
სამურავი ხوار გასკდა თქო, კი არა და. არა, გაკეთილი არა. სუდანაცნაირად იქცევა სტრანად. არის ცოტა პროტექტორი. ანუ მაგის ბრალი არ არის? უბრალოდ დიდი გაზი არ გამოიგონო. დაბალი გაზით, ხელი გაზით გამოგივა. მიდი. Feel the rain on your skin. No one else can feel it for you. Only you can let it in. ეს არ მეთვლება, ხო? არ გეთვლება, მითავი. იდე უნდა ვქნა? Yes, yes. ვაა, ხეს რა თუ გამიწირდა ამის დედავატი. სოდოა. შეიკრა რვია. აი, ვარ გიგაკეთე. მაგრამ ვიცი სუფთა არისო, მაგრამ ეთვლება. სუფთა ვიცი მე. საჭმელი ძმა. მოკლედ პრაქტიკა გინდა და ჩვეულებრივი დრიფტერი იქნები რა, დარწმუნებული ვარ. ერთი 50% მაინც აჯობებ დრიფტერებს. მოგიყურებ ხა? ნიჭი გაქვს. ორი რამის ნიჭი მაგ ბავშვობიდან დავით ეგ დაიმახსო. ერთი დრიფტის არ არის. დრიფტის და სხვა ყველაფერი დანარჩენის. მე გთავაზობ ეხა მაგარ რაღაცას ძმაო რა. გამოვში. ეს ყველაფერი არის პაჭიპუჭობა და ბავშვობა. მოდი დავდგათ ნაღდის შოუ. მერე? ასანთის ღერი დაიკავეთ უჩებით ესე? არა. და ყუთი დავამაგროთ მანქანაზე და მე ეს ზანოსით ჩაგივლი და ავანთებ. არ მინდა, მალოა. სხვა რამე მოიფიქრე. აი მეორე. თუ მინდა ფიშკაზე დავდებ ასანს და იქ გააგებ. სხვა, კაროჩი, სხვა. მანქანაზე დავამაგროთ დანა, ბასრი დანა. და შენ დადექი ესე აიწე მაიკა და ახლოს გაგივლი ისე კაროჩე რომ აი ესე გასკაცრავ. აი შეიძლება. ეს ვიდეო თუ ავა 30000 ლაიქზე გავაკეთებთ მაგ ასანთის ჩელენჯს კაროჩე რა 30. ნიკა ყველაფერი გააკეთა რა შეეძლო მე მგონი რა შეეძლო და რაც არ შეეძლო არ ვიცოდი ნიკა ესე დრიფტერი თუ იყო. დრიფტარი რო ყავდა შეულებად ისრიალებს. ჩემი აზრით დრიფტერების 50% საქართველოში აჯობებ. ცოტა პრაქტიკა გინდა. შენ უნდა ნახო აი ეს ერთი 50 მილიარდი რომ მქონდეს, ერთი 500 მილიონიანი იახტაზე რა მაგრა ვიწვებოდი, აი უნდა ნახო შენ. ეს რა. წონა რა ცხოვრება არის ნიკა, დრიფტი არის ცხოვრება. დრიფტი და ეგეთი რაღაცები, რაც გამახსოვდება. დღევანდელი დღე ხო და გამახსოვდება, აი რა ცხოვრება. იახტაზე რო წევხარ რა უნდა გამახსოვდეს ვითხარია რა. აი იახტაზე რო წევარ და წყნარ ოკეანეში რო ტალღებს მივოპო, ვეგარ დავამახსოვდება. აი შეიძლება გაგისწორდეს ერთი ორჯერ. აი შენთან ერთად რომ სანასავდა. რო ავტომობილი სამურავის სულა ეგ დავამახსოვდება. ვახ ბიჭო, კაი. მადლობა ძალიან დიდი, მოკლედ ხალხო ძალიან კაი გამოცდილება იყო. ხუმრობა რო გვერდზე გადავდოთ. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. მე პირველად ვიზანოსე დადუღებულ ხიდიანი ავტომობილით. პირველად ვიჯექი ვაფშე დადუღებულ ხიდიან ავტომობილზე შენ რო მე და შენ რო ის გადავიღეთ იქ ცხეთაში და ზანოსობა რასაც ქვია პირველად ვიზანოსე. იმდენად მარტივია, რომ ძალიან მხიარულია რა. ძალიან მხიარულია. დავალება და გზა რო გექნება, უკვე ცოტა რთულდება რა, უნდა გაიარო. ალბათ მუღამი აქვს, ტიპს რომ მიყვები უკან რა, ზანოში და რაღაც მაგას უფრო ისა, სახალისო იქნება, ბაზარი არა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ აი ჩვეულებრივ მანქანებთან ბიზგან გასხვებით, აი თუნდაც მე რაც ყავდა დაბლოკილ ხიდიანი და ასე შემდეგ, იმასთან შედარებით იმდენად მარტივია, რომ გსიამოვნებს, ანუ არ წვალობ რა. მომზადებული მანქანის ბევრად აი მარტივია. მაგრა кайფობ, მაგ მხრივ. მაგრამ ახლა დანარჩენი უკვე ჩელენჯები აგი შემოგთავაზე და არაო და რა ვიცი რა. ეგეთი რამე დანაც გამოგისვამო და რა ვიცი, იქ გადამჩეხა სანაცაიაში, არ მინდაც მო. რამე ესეთ მოიფიქრო ნორმალური რა ვიცი. ნორმალური? კაი, 30000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო. 30000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო. მაგარს გეტყვი. ეს ვიდეო თუ ავიდა 10000 ლაიქზე, რა ჩელენჯი გადავიღოთ, იცი? Red Bull-მა რო გააკეთა, ხო იცი? მოტოთი რო მანქანით რო მისრიალებს, რო ეჯახება და Red Bull-ს რო ხელში იჭერს. აუ, ბაზარი არა. მაგას გავაკეთე. მაგის გაკეთება შეიძლება. ანუ შენ გინდა რომ დაიჭირო? მინდა რა დავიჭერ, შენ ვერ დაიჭერ, თორე მე დავიჭერ. დაჟე შეგეჯიბრები და შენ ზიადრე დავიჭერ. ბაზარი არა. დავაი. 10000 ლაიქზე. დავაი. შეთო. ბაზარი არა. ბაზარი არა. მოსულა. მოკლედ, თქვენს თუ გინდათ რომ ეს გამოცდილება მიიღოთ, ხო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან 20000-ზე რო ავალთ, მოვიწევთ სამ გამომწერს და 10000 ლაიქზე თქო. არა, 20000 გამომწერზე რო ავალთ ჩვენ.
აქედან უკვე გადავინაცვლებთ ნიკასთვის კარგად ნაცნობ ადგილზე გეზმოტორში და იქ მოგიყვებით თუ რა გვინდა გეზმოტორში. აბა დროებით. და რუსთავის ავტომობილიდან ახლა ჩვენ გამოვინაცვლეთ კახეთის გზატკეცილზე გეზმოტორშის ერთ-ერთ ფილიალში, სადაც მოგიყვებით ჩვენი და გეზმოტორშის ურთიერთობის შესახებ. ეხლა გასრონიკა დაგხვდას. არ არის. მინდა მოგიყვეთ ჩვენი დრიფტერული ევროტურის შესახებ, რომელშიც გამოგზავნეთ ჩვენი თითქმის 30 წლის 36-ით. ახლა ვიმყოფებით გეზმოტორში, კახეთის გზატკეცილზე და ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენი მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახლავთ ზუსტად გეზმოტორსი და მათი საფოხი მასალებით აღჭურვეთ ჩვენი ავტომობილი. მთაში, ბარში, მაღლობზე, დაბალზე, ტრეკზე, ავტოდრომზე, დრიფტის დროს, მაქსიმალურ დატვირთვებზე, სტაბილურად 7 საათი ძრავდა ქოქილი რო ავტომობილზე მოგზაურობ. მოკლედ ნებისმიერ პირობებში გავტესტეთ ჩვენი ავტომობილი და მართლაც რომ წარმატებით ჩააბარა გამოცდა ჩვენმა პროდუქციამ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლიკვიმოლის 1060-ი, რომელიც არის სპორტული ხაზის და ისხმება როგორც წესი სპორტულ ავტომობილებში, მაგალითად M სერიებში, BMW-ში, თუმცა სხვა მოდელებში შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ ავტომობილს აგრესიულად გამოიყენებთ და ასევე კერატიკი, რომელმაც არაჩვეულებრივი შედეგი დადო, რადგან როდესაც ჩავასხე ავტომობილში კერატიკი, ჩემი მანქანა ცოტას ბოლავდა. ხშირად, როცა დავხუქავდი ხოლმე. ცოტას არ ბოლავდა? ხო, კარგად ბოლავდა. მაგრამ ამ 5000 და 10000 კილომეტრის ხალვის შემდეგ, როდესაც ესხა ლიკვიმოლის ზეთი და კერატეკი, ძრავმა, ესე ვთქვათ, გამომიშავა თავისი უნარები, არ ვიცი, განაახლა თავისი სალნიკები, ეს წოდებული და კოლცოებიც პორშინში რაც მოძრაობს, ეგენიც გაიხსნა ბოლომდე სავარაუდოდ, იმიტომ რომ საერთოდ აღარ ბოლავს ეხლა მანქანა. და შენი საყვარელი პროდუქტის შესახებ უნდა უთხრა აუცილებლად. დათა საყვარელი პროდუქტი არის Octane Plus. ევროპაში შესაძლოა წავედით, ვასხამდი რა თქმა უნდა იაფიანს აწვავს, რადგან ძალიან ბევრი კილომეტრი ქონდა გასავლელი და არც თუ ისე ეკონომიური ამქანა ყავს. ვასხამდი იაფიანს აწვავს რეგულარს როგორც წესი და ყოველ ჩასმაზე ვამატებდი Octane Plus. მთლიანობაში ისე გამოვიდა რომ დავფარეთ დაახლოებით 10000 კილომეტრი, ოდნავ მეტი 10500 კილომეტრი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც იყო არის ის რომ ჩვენი მარშრუტი იყო შემდეგნაირი, ჯერ მივდიოდით რუმინეთში ტრანსფანგარესაზე სასრიალოდ და აქედანვე წავედით ისეთი საბურავებით და ისეთი მომზადებული რომ მანქანას იქ ესრიალა. შემდგომ წავედით პოლონეთში. ნუ იქ ცოტა არალეგალური რაღაცებიც მოხდა ქუჩაში, Need for Speed Underground-ი თამაშეთ. არა გვნიშნავს რომ კუმოს საბურავებით წავედით. აქედან წავედით ყველა სეზონის კუმოს საბურავი, რადგან შედარებით ნაკლები მოჭიდება აქ და დრიფტისთვის ზუსტად ასეთი მაწყობდა. და შემდეგ უკვე, როდესაც 2 წვილი დავწვით არალეგალური დრიფტის დროს ქუჩაში, პოლონეთში, შემდეგ უკვე ტრანსფანგარესაზე და კარგად გაგიზო სხვა შორის მაგსაბურავებმა და პოლონეთში ყველაზე მაგარი ის იყო, რომ გეზმოტორსმა მოახერხა და დაგვახვედრა კიდევ ახალი საბურავები, რომ ნურბურგრინგზე წავსულიყავით მომზადებულები, იმიტომ რომ მე როგორც თავიდანვე დავინახე, გეზმოტორსის პირდაპირ мотиваცია იყო, რომ მაქსიმალურად გაგვეწურა და ასე ვთქვათ, გაგვეტესტა ეს პროდუქტები რა და მაგიტო დაგვახვედრა ახალი საბურავები, რომ აი რინგზე იყო მთავარი დამამტკიცებელი საბუთი რა. კუმო სპორტული სერია იყო, კუმო ექსტრა სპორტ PS78 საბურავი, რომელიც არნახულად ეჭიდებოდა ტრეკზე, მაგის ვიდეოები ჩვენს არხზე დევს და შეგიძლიათ ნახოთ. იმის მიუხედავად, რომ დრიფტის ეტაპით ვიყავით წასული ჩადუღებული ხიდით და მოხვევის კუთხით, იმ საბურავებმა, ზეთმა და ყველაფერმა ჩემი აზრით Octane Plus-მაც ყველაფერმა ისე იმუშავა ამ პროდუქციამ ჯამში, რომ ამ წლოვანების მანქანისგან თან მithumedes ეს მანქანა არ არის, ასე ვთქვათ, შენახული ძალიან და ძალიან მარტივი ცხოვრება არ აქვს მარტივი ცხოვრება არ აქვს. მაინც ისე იმუშავა, რომ იუთუბერული რეკორდი ნურბურგრინგზე დათოს ეკუთვნის ჯერ კიდევ რა, ისეთი დრო დაწერა. 8:24-ში არა? 8:24 იყო ჩემი დრო კი და ეგ არის საუკეთესო დრო ჯერჯერობით იუთუბერებს შორის, ვისაც კი ნურბურგრინგზე დაუფიქსირებია. 4 წრე დავარტყი ნურბურგრინგს და იდეალურად ეჭირა ტემპერატურები, საერთოდ არ გადახურებულა ძრავი და არ ვიცი გაუგნებული დავჭი, იმიტომ რომ საკმაოდ ცხელოდა მაშინ სიცხეები. საკმაოდ ცხელოდა და მანქანა ისე გაწურა, რომ ძირითად შემთხვევაში ყველა მოსახლეში ორ ბორბალზე იდგა. ხო, მაგის ვიდეო და ფოტოსან არის. ყველაფერი არის ყველგან, რომ ძირითად შემთხვევაში ყველა კადრში ორ ბორბალზე იდგა ავტომობილი რა, მაქსიმალურად გაწურა და ისეთ ტესტს გაუგზო ამ პროდუქციამ, რომ არ ვიცი, ამაზე დიდი და მასშტაბური ტესტი ვინ უნდა ჩაატაროს, არ ვიცი, ფიზიკურად ვერ მოხერხდა. პირდაპირ რეალურ სამყაროში, ასე ვთქვათ, ცოტა ისე თავაშვებულად ჩვენს რომ არ თავზე ხელაღებულად ეს გამოცდილება იყო ნამდვილად საუკეთესო ჩვენთვის როგორც კომპანიასთან გამოცდილება, კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება და ნამდვილად როგორც პროდუქცია გაიტესტა და 100%-ით რეკომენდაციას გავცემ ამ პროდუქციაზე, რაც აქვს, რაც დაგვხვდებათ გეზმოტორში.
ასევე ურთიერთობაც ძალიან კარგი ჩამოგვიყალიბდა GEZ Motors-თან. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ რა ვითანამშრომლოთ GEZ Motors-თან. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე გამოვცადეთ ყველაფერი და ალბათ რომ ძალიან მართლები ვიქნებით, როდესაც რაღაც კონკრეტულ პროდუქციაზე მოგაწვით ინფორმაციას ან კონკრეტულ სერვისზე. რეკომენდაციას გავცემთ. კი, გულწრფელი რეკომენდაცია იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ აბსოლუტურად ყველაფერი გამოვცადეთ საკუთარ თავზე და ყველანაირ სიტუაციაში გავტესტეთ. თუ იქნებათ კითხვები ნებისმიერ პროდუქცია, რაც GEZ Motors-ია, დაგვიწერეთ კომენტარებში, ვეცდები რომ ყველაფერზე გიპასუხოთ, რადგან ტექნიკურადაც ძალიან ბევრი ცოდნა აქვს ამ პროდუქციაზე და რეალურად მართლა დაიტესტა ეს ყველაფერი აგრესიულ პირობებში და არ ვიცი, ამაზე მეტად როგორ უნდა დატესტოთ პროდუქცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაღაც აპარატებზე და რაღაცებზე რო ტესტავენ, ეგ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, როდესაც რეალურად ტესტავ პროდუქციას რეალურ სამყაროში. დაგემშვიდობებით და შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით GEZ Motors-ის სხვადასხვა სივრცეებიდან და სხვადასხვა ფილიალებიდან და განვიხილავთ სხვადასხვა პროდუქციას. და გაგაცნობთ რა შეუძლია მათ.